ჩვენი ბედნიერება ღმერთთან სიახლოვეში. დღეს არ წავიკითხეთ სახარება. თუ თქვენ ღმერთს ირწმუნებთო, თუ თქვენ ღმერთს შეუდგებითო, ანუ მე შემიდგებითო, მე დამემაწაფებითო, მე მაღიარებთო, მაშინ თქვენთვის და თუ ილოცებთ და იმარხულებთო, მაშინო თქვენ გაგიზიარდებათ რწმენაო. ანუ ღმერთთან უშუალო ურთიერთობაში შეხვალთო, ის მადლით და ძალით აღივსებითო და ამის შემდეგ ყოველი თქვენი სიტყვა იქნება აღსრულებადი. რო უთხრა მთას გადაადგილდი, გადაადგილდებაო. ხედავ? და შეუძლებელი თქვენთვის არაფერი არ იქნებაო. აი ხო დღეს ხო და ვიკითხეთ ეს სახარება. თქვენთვის შეუძლებელი არაფერი არ იქნებაო. ანუ ასეთი არსება, რომლისთვის შეუძლებელი არაფერია და ყველაფერი შესაძლებელია, არის ერთადერთი ღმერთი. და ჩვენ ღმერთს თუ აღიარებთ, ღმერთს თუ დაუახლოვდებით და მივახცევთ განხრთობას, რასაც ის მოგვიწოდებს, მაშინ ჩვენთვის შეუძლებელი არაფერი იქნება. ჩვენ ვიქნებით ბედნიერი. მე ვიცი რომ ასია და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მე არა ვარ ისეთი მლოცველი და მართველი, რომ ჩემი სიტყვების მიხედვით მთები გადაადგილდეს. მაგრამ მაინც მაქვს შინაგანი შიში სიტყვის წარმოთქმისა. დაუშვათ მეშინია, რომ ვინმეს რაიმე ვუთხრა, ვუბრძანო. ან ისეთი სიტყვა წარმოთქვა, რომელიც გულისხმობს რაიმე მოვლენას, რამეს წარმოშვებას, ან გადაადგილებას. მეშინია ამისი. რადგანაც რო ასრულებს რა ვქნა მერე. იქნებ მე არასწორად თქვა რაიმე. იქნებ მე ან გზნობით ვისურვო, რომ დაინგრეს რაღაცა და რო დაინგრეს რა ვქნა მერე. გამიფიქრები, ავიფიქრი და მაშინ ღმერთისთვის მადლი შემიწირავს, რომ არ აღსრულდა ის. ვაიმე ღმერთო, ეს ფაქიზესი ფიქრი მეტავი თუ გაიგონე შენ. არადა ღვთის წინაშე ნათელი ადამიანების, განხრთობილი ადამიანების ყოველი გაფიქრება, მეხსეული, წამიერი, ხორცის ხამს აღესრულება. ამიტომ უნდა კონდეს ღვთის შიში ქვია ამას. ამას ქვია ღვთის შიში. როდესაც შენ ღმერთს ხედავ, მისი დიადეს, რომლის წინაშეც დიადესი ქმნილებები, მთავარანგელოზები, სამყაროს გამგებლები ზრდიან, ისეთი დიადია, ისეთი ენით აუწერებია და მით უმეტეს თუ შენ მოგეცა მასთან სიახლოვე და ღვთაებრივი ნიშანი და თვისებები, მაშინ მით უმეტეს შეგეშინდება. რადგანაც თუ შეგეშალა, შეიძლება ამან შენზე სავალალო შედეგი იქონიოს, შეგავლენა იქონიოს. რადგანაც შეეშალა ეშმაკს, ხო შეეშალა და სამუდამოდ დაიღუპა. ამიტომ უნდა გვეშინოდეს, ამიტომ არის აუცილებელი შიში ღვთისა. ღმერთს რომ მივიახლებით, უნდა გვეშინოდეს. აი ადამიანურ ურთიერთობებშიც ხომ არის, რომ ჩვენ გვეშინია, არაფერი შეგვეშალოს ერთმანეთთან ურთიერთობებში, ხო? არაწყენიო კაც, გული არ ატკინო. შეურაცხყოფა არ მიაყენო ნებსით ან ნებლიეთ. ამისი შიში უნდა გქონდეს. ეს ახლოს არის ღვთის შიშთან. რადგანაც ადამიანის შიში რო გავს, რომ მას ტკივილი არ მიაყენო. ეს წააგავს ღმერთის შიშს, რადგანაც ყოველ ადამიანში ჩვენ ღმერთს უნდა ვხედავდეთ. ხო ასია. რაც გინდა ჩაჩანაკი იყოს ის და მათხოვარი და ქუჩაში დაგდებული. მისი გულისცემა, მისი სუნთქვა, მისი სიცოცხლე ღმერთისგან არის და ღმერთი ამოძრავებს მის გულს. ღმერთი არ დაუწუნია ის და არ მიუტოვებია და არ არის მკვდარი, ცოცხალია. ესე იგი ღმერთი გულში ყავს. და არ შეიძლება ვინმე ავითვალწუნოთ და შეურაცხყოფა მივაყენოთ და სუდად მოვებოთ. ხო მართალია შვილო. და
და იმისათვის რომ ღმერთს მივუახლოვდეთ საჭირო არის საკუთარი ბუნება შევიცნოთ გამოვიმუშაოთ შევიძინოთ დაკვირვების უნარი თვით დაკვირვების უნარი თვით წვდომის უნარი თვით საკუთარი ბუნებაში ჩაღრმავების უნარი რომ საკუთარი თავი შევიცნოთ საკუთარი სული უხილავი ჩვენი მაგრამ ჩვენი თავარი არსება მუდავი არსება ჩვენი რომ შევიცნოთ შევიგზნოთ და გავითავისოთ და გავაცნობიეროთ ამისათვის საჭიროა თვით წვდომა თვით დაკვირვება ანუ გულის ლოცვა გონების მოკრება გულში წარმართვა და გულში ძიება საკუთარი არსებისა და ღმერთისა ამინ აი რაღაცები გითხარი ამერიდან ჩვენ გავანებოთ გარე სამყაროს თვალიერებას თავი და შიგნითა ჩვენი სამყაროს ძიებას შეუდგეთ და ვინც კი დევგმირი ყოფილა ვინც კი გმირი ყოფილა და დიადი საქმეები უკეთებია ყველას ასე უმოქმედია ველა თავის თავს ჩაზგონია თავის თავში ღმერთი უპოვია და მე ღმერთის ძალა შეუმოსია მაშინ შენს თავსაც გადაარჩენ შენს ახლობლებსაც გადაარჩენ შენს მტრებსაც გადაარჩენ შენს სამშობლოს გადაარჩენ და ფრატკაცობრიობას გადაარჩენ რადგანაც შენ კი აღარ იქნები ღმერთი იქნება შენში ღმერთთან იქნები შერწყმული ამიტომ არის აუცილებელი ღმერთისკენ სწრაფვა და ღმერთისკენ სწრაფვა საკუთარი სული სიღრმეებში ამინ სხვანაირად რო არეული იყო და წარმართებული იყო სოფლიო ცხოვრება დედაჩემი და მამაჩემი ერთმანეთს არ შეხვდებოდნენ ვფიქრობდი ასე და მე არ დავიბადებოდი ანუ მაშინ მე ხო არ ვიყავი არ ვიცოდი ღვთის განგებულება რომ რაც გინდა მოხდეს შენი დაბადება თუ აქვს მე ჩაფიქრებული მაინც დაგბადებს გაგაჩენს შეგქმნის რადგან დაპროექტებულია ყავხარ გულში დიდხანს იყავით მაგრამ სავალალო ის არის რომ ძალიან ბევრი ჩვენთაგანი კი ღმერთმა გაგვაჩინა მაგრამ მშობლებმა იქვე მუსრი გაგვავლეს ჩვენს დაზნებს დედიკოებმა და მამიკოებმა აბორტებით გაგვანადგურეს მადლობელი ვარ ღმერთისა რომ გადაურჩი მე აბორტს ჩემი მშობლების ბოროტ გადაწყვეტილებას მე არც კი ვიცი დედაჩემს აბორტი გაუკეთებია თუ არა მინდა ვიცით რომ არ გაუკეთებია როგორც თქვენ მშობლებს არ გაუკეთებიათ როგორც თქვენ არ გაიგეთებიათ რადგანაც მინდა წამდეს და მინდა რომ ასე იყოს რომ ყველა იყოს მინდა სულთა ცოდველი და გახტობილი და ბედნიერი ამინ ამინ როდესაც ისწავლით გულის ლოცვას მაშინ შეიძენთ განუწყვეტელ ლოცვას რომელსაც გვავალებს ღმერთი და მოგვიწოდებს განუწყვეტლივი ლოცვიდეთო და როდესაც შენი ლოცვა გულისცემას მიებნება სანამ შენი გული ფეთქავს მანამდე მუდმივად ლოცვაში იქნები სუნთქვაზეც შეიძლება ააწყო შენი ლოცვა რადგანაც სუნთქვას მუდმივია რომ მოგვდება ადამიანი სუნთქვა და გულისცემა გრძელდება რადგანაც ცოცხალია ფეთქავს არა ფიზიკური გული და სუნთქავს არა ფიზიკური სხეული არამედ ჩვენი სულიერი სხეული სულიერი სხეული რო განეცოლება ფიზიკურ სხეულს ფიზიკური სხეული გვამად იქცევა ხოლო სულიერ სხეულისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამ ქვეყნად რომ გაჩნდა სანამ სხეულში არის ისწავლოს ლოცვა უწყვეტელი ლოცვა ღმერთის დიდებისა გადაინტერესებს მოდიკო სადა ასე როგორ გაივლი ახლა რომ მიდინახეს სადა მე წავიდა და ჩაეხუთა ასე ჰე რაღაცა თახა საფე არა და ინადღია ახლა დაასვენების დღეა წარით დაისვენე და მე დავისვენე რამდენად თქვენ და დაისვენე რამდენიმე გასწავლეთ ლოცვა გასწავლეთ მართვა გასწავლეთ თუ არ მისწავლეთ ლოცვა და მართვა ერთად